ქართული ოცნების მთავრობის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონღულაშვილის ოჯახი და ივანიშვილის პარლამენტის წევრი გოჩა ენუქიძე ქვემო სვანეთში 5 ჰესს ააშენებენ. ხუთივეს ცხენისწყალზე. მდინარის მნიშვნელოვან ნაწილს კილომეტრებზე 3 მეტრის სიმაღლის რკინის მილებსა და ბეტონის გვირაბებში მოაქცევენ. გვირაბების მშენებლობისთვის ერთი ხეობიდან მეორე ხეობამდე მთებს გახვრებენ. ხუთივე ჰესი ქართული ოცნების მთავრობას სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტად აქვს შერაცხილი. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას გარანტირებულ ფასად შევისყიდით. მაშინაც კი თუ ის არ გვჭირდება და იმაზე ბევრად ძვირად, ვიდრე დანაკლისის დროს ელექტროენერგია უცხო ქვეყნებიდან შემოგვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანი არის ახალი პროექტი, რომელსაც სოფლიო ბანკთან ერთად ვიწყებთ, ეს არის 5 ჰესიდან 4, ეგრეთ წოდებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტად ქართული ოცნების მთავრობას გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აქვს დამტკიცებული. ამ პერიოდში 2024 წლის 25 ნოემბრიდან ივანიშვილის მთავრობის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი უკვე დავით სონღულაშვილია. მხოლოდ ასე არის შესაძლებელი, რომ ქვეყანაში დოვლათი შეიქმნას და ის თავად ლობირებს საკუთარ ძმას და მამას, რომ მათი პროდუქტი სახელმწიფომ მრავალი წლის განმავლობაში გარანტირებულად შეისყიდოს და ამისათვის მისი ოჯახის პროექტებს სახელმწიფო მნიშვნელობის სტატუსი ჰქონდეს. ჰესების მშენებლობაზე ნებართვებსაც სწორედ დავით სონღულაშვილის უწყება გასცემს. თავადვეა მაკონტროლებელიც, რომ ჰესების მეპატრონეებმა გარემოს ზიანი არ მიაყენონ. სონღულაშვილებისა და ენუქიძის ჰესების პროექტები მდინარე ცხენისწყალზე ჯერჯერობით სოფელ მელედან იწყება. იქ სადაც სვანეთის ორი მდინარე, ცხენისწყალი და ღობიშური ერთმანეთს ერთვის. ქართული ოცნების მთავრობას უკვე ოფიციალურად ჰქონდა გაცხადებული ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება, როცა მელე ჰესს პირველი მწვანე შუქი აუნთო. განკარგულება ამის შესახებ 2025 წლის 4 მარტს გამოიცა, როცა ქვემო სვანეთში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობდა. იმედაონიანსა და მის თანასოფლელებს ამის შესახებ არაფერი სმენიათ. მელე ჰესის პროექტის კონცეფცია და სხვა მასალები ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციიდან ჩვენ წერილობით გამოვითხოვეთ, მაგრამ არ მოგცეს. არც საჩივარი განიხილეს. რამდენად დაუშვათ დააზიანებს ეკოსისტემას, ადგილობრივ ეკოსისტემას ცხენისწყლის ხეობაში, იმიტომ რომ ვიწრო ხეობა არის ფაქტიურად ეს და რამდენად დაუშვათ, როცა სასწორზე დებ რაღაცას, ხო? რამდენად მოგება მეტი იქნება თუ დაუშვათ ზიანი. ჩემი აზრით ზიანი მეტი იქნება ამ ხეობისთვის თვითონ, ვიდრე დაუშვათ სარგებელი. ზიანი და სარგებელი არავის აუწონია. ისე გამოცხადდა მელე ჰესის განკარგულებიდან ზუსტად ერთ კვირაში ახალი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი ლუჯი ჰესი, ლენტეხის სოფელ ლუჯში. ქვემო სვანეთის სოფლებში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა არაფერი იციან, არც მელე ჰესის, არც ლუჯი ჰესის და არც იმის შესახებ, ვინ ეპატრონება ცხენისწყალს. იცოდით რამე? არ იცოდი. უნდა იცოდეთ? უნდა ვიცოდეთ, ყველა უნდა იცოდეთ. ორივე ჰესს ერთი კომპანია აშენებს. შპს ცხენისწყალი 1 გასული წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაარეგისტრირეს გოჩა ენუქიძემ და ოცნების მინისტრის ძმამ იოსებ სონღულაშვილმა. ბიზნესშია მინისტრის მამაც ბიძინა სონღულაშვილი. ის შპს ცხენისწყალი 1-ის დამფუძნებელი კომპანიის პრეზიდენტია. ეს არის მდინარე, რომელიც სოფელ ლუჯში ჩამოდის. ქართული ოცნებისა და მისი მოხელეების ოჯახობის გეგმები ამ მდინარეზეც არ მთავრდება. ენუქიძისა და სონღულაშვილის შპს ქვემოთ მდინარე ცხენისწყალზე კიდევ 3 ჰესის უფრო მოზრდილი აშენებას აპირებს. ის ადგილებიც ვნახოთ. შემდეგი 25 მეგავატიანი ცხენისწყალი 2-ია. მშენებლობა სოფელ საყდარსა და ბაბილს შორის იგეგმება. გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, რომელსაც თანამდებობაზე გარემოს დაცვის მინისტრი ნიშნავს, ამ მინისტრის ოჯახი ჰესის ასაშენებელს შემდეგ ეტაპზე უკვე გადაიყვანა. ცხენისწყალი 2 ჰესისთვის 5 მეტრის სიმაღლის კაშხალს მოაწყობენ და მდინარეს თითქმის 5 კილომეტრზე რკინის მილებში შეაგდებენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ აქვს არანაირი გარემოს დაცვითი ნებართვა და მშენებლობის ნებართვა გაცემული, ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილის მთავრობის მინისტრი და ივანიშვილის პარლამენტის წევრი უკვე ანგრევენ კლდეს და ჩეხავენ ტყეს იმისთვის, რომ გზა მიიყვანონ გამათანაბრებელ რეზერვუარამდე.
ამ წყალს ცხენისწყალი 2-დან ცხენისწყალი 3-ისთვის ისევ 3 მეტრიანი დიამეტრის გვირაბით წაიღებენ, ამჯერად 5 კილომეტრზე მეტ მანძილზე. გვირაბისთვის სოფელ ბაბილიდან ლამანაშურამდე ამ მთას გახრეტენ. ცხენისწყალის 3 ჰესის სიმძლავრე 31 მეგავატია. კიდევ უფრო დიდია შემდეგი ჰესი, ცხენისწყალი 4. მხოლოდ ამ 3 ჰესისთვის მდინარის დიდ ნაწილს 15 კილომეტრიან გვირაბში მოაქცევენ. სოფლის მოსახლეობას საშიშროება ემუქრება მდინარე ლამანაშურიდან. სოფელ ლამანაშურში ჯერ კიდევ 1999 წელს შედგენილი დასკვნა გამოგვიტანეს, რომლის თანახმადაც მეწყრული პროცესების გამო უკლებლივ ყველა მაცხოვრებელი გასახლებას ექვემდებარება. ჩამოიყვნენ სათავედან ბოლომდე. როდეინახეს იქ პირობები, გადაერიეს და დაგვიწერეს დასკვნა და უნდა გადავიყვანეთ პირობი სასწრაფოდ. ანუ მთელი სოფელი ექვემდებარება უპირობო გასახლებას. 7 ოჯახი. ხომასია? წინააღმდეგი. ვართ ელექტროსადგურის მშენებლობის როგორი პროექტიც არ უნდა იყოს გინებცირე. ეს კი სოფლის მიმართვაა, გაგზავნილი საქართველოს მთავრობისთვის 2025 წელს. ცხენისწყალი 31 და 54 მეგავატი. სიმძლავრე, ანუ მცირე არაა. ერკვევით კარგად. მაგი კი არა დიდი მანქანაა. კარგი, აბა. ზარები აქვს სახლებს. რამდენიმე წუთში სხვა მოსახლეებიც გვიერთდებიან. მათ სოფელთან ჰესების შესახებ განკარგულებები ყველასთვის ახალი ამბავია. იცით ვინ აშენებს? არა, ეგეც არ იცით? თქვენ ეგეც ცოდინებთ. არა, არ ვიცი. დამფუძნებლები 42%-ის მფლობელი არის იბერკომპანი, რომლის ერთადერთი მესაკუთრე არის გოჩა ენუქიძე და მეორე არის Sonet Construction, რომლის 42%-იც არის იოსებ სონღულაშვილი. იოსებ სონღულაშვილი არის ქართული ოცნების მთავრობის დღევანდელი მინისტრის დავით სონღულაშვილის ძმა. საბუთებში მითითებულია, რომ ამ საკითხის საჯარო განხილვა ჩატარებულია. სოფელმა ამის შესახებ არაფერი იცის. იციან მხოლოდ ის, როგორ რელიეფზეა დასახლება გაშენებული. ის ხო გადის გვირაბში და დრაჟენია ხო აქვს ამ ვიბრაცია რა თქმა უნდა ეს უსულაშვი თავისთავად საშიშია. ამას რა თქმა უნდა ზარები დიდი მანქანები რომ ან თქვენაოდ რომ ბურღვა გამოიწვევს რამე პრობლემებს? მთები შლადია, არა მდგრადია. თქვენ არ გინახავთ აქ ზამთარში ყოველ წვიმაზე, ყოველ თოვლის მერე როგორ ჩამოდის ეს ხეები, როგორ წყდება და როგორ ისინია. რატო ახარ ის იგულისხმის უნდა შეწირო მთავრობის ჯიბის ფულს ჩვენი ცხოვრება? არანაირად ფიქრობენ რომ მოგვატყუებენ ასე, მაგრამ ასე არ გამოვა. აქ უნდა მოვიდეს ვიღაცა და ჩვენ ხო უნდა მიუშვათ, ის ხალხი არ მიუშვათ. ამ მთავრობას უნდა ამ ქვეყნის განადგურება. ამდენი ჰესი თურქებმა რო წაიღო მთელი თურქეთი და ყველაფერი ჰესებმა შეწყვიტეს ჰესების მშენებლობა და ახლა წამოვიდნენ ეს თურქები და ჩინელები და ყველა ქართველები აქ. ჩინელები კი რა კაცო აგერ თქვენი დეპუტატია შენებს. ეს ჩვენი დეპუტატია ხო, აბა. თუ ყოფილი თუ რავი მოქმედი თუ რაც არის ახლა. ახლანდელია, მაგრამ როგორც მოვიდა ისე წავა. ამ გადაწყვეტილებების მიმღები პირები მე-13 წელია არსად წასვლას არ აპირებენ და თანამდებობებს პირადი სარგებლისთვის სულ უფრო მეტად იყენებენ. თუ გავითვალისწინებთ მოქმედ კანონმდებლობას, რომლის თანახმადაც საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს, საჯარო მოხელის მიერ ფინანსური ან სხვა ნებისმიერი პირადი დაინტერესებებით სახელმწიფო სამსახურზე ზიანის მიღება, ნათელია, რომ ამ შემთხვევაში მინისტრი ვერ იქნება მიუკერძოვებელი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებისას, როდესაც საკითხი უშუალოდ ეხება მის მამას და მის ძმას. შესაბამისად, ერთმნიშვნელოვნად იკვეთება ინტერესთა შეუთავსებლობა საჯარო სამსახურში, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ და დაუშვებთ, რომ ამ ჰესებიდან გამომდინარე შეიძლება ის რა გარკვეული ფინანსურ სარგებელსაც ღებულობდეს, არა პირდაპირ, არა პირდაპირ, მაშინ უკვე არსებობს კორუფციის ნიშნებიც. ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის საკითხებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს მივმართეთ. კანცელარიაში უნდა ჩავაბარო წერილი. რატომ არ შეიძლება? კაი, დავუყოვეთ მინისტრის სახელზე წერილს, რომ კითხვები გვაქვს და ასეთი გავქცეს. მინისტრმა წერილობით არ გვიპასუხა. 10 დღის განმავლობაში ამაოდ ვრეკავდით მის პრეს-სამსახურთანაც. არ მოხერხდება ეგ შეხვედრა, დღეს სამინისტროშიც მოვედი და წერილი დაგიტოვეთ და ძალიან ვჩქარობ უკვე დიდი ხანია გელოდებით. ხო, მაგრამ ეხლა რეგიონში ვარ დღეს, მოკარჩი ვარ. მან რომ ჩამოვიდე დღეს ბოლნისში, თანახმაა მინისტრი რომ კითხვებს გვიპასუხოს.
არა ხა ბოლნისში როდის შენ ჩამოყვალე ხა უკან ბრუნდებით ჩამოდი არ ვიცი მე არა შევთანხმებ კიდე შევახსენებ და ვკითხავ გამარჯობა იოსებ სონგულაშვილი ხართ ხო? მინისტრის ძმა შეეცადა დავერწმუნებინეთ, რომ ის საბუთები, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასცემს და ჰესის ასაშენებლად აუცილებელია, სინამდვილეში მეათეხარისხოვანი ნებართვებია. ნებისმიერი პროექტოც ახორციელდება, გეზეში არის ერთ-ერთი რიგითი დოკუმენტი, მაგრამ ჰესის განსაკუთრებით გეზეში არ არის თავარი ბევრი სხვა, სანამ გეზეშესთან მიხვალ, ჯერ სხვა ტექნიკურ-ეკონომიკური დიახ, ბატონ სოსო, მე მაგას არ უარყოფ. გეთანხმებით, ოღონდ თავარი ამბავი ჰესი ჰიდროელექტროსადგური რომ აშენდეს, რომლის სიმძლავრეც მით უმეტეს 2 მეგავატზე მეტია და თქვენ შემთხვევაში ყველა ასეთია, რომელსაც კომოსვანეთში აპირებთ, ხომ? ნებისმიერ შემთხვევაში წამყვანი როლი მისი მშენებლობის პროცესში უკავია გარემოსტატუს სამინისტროს ნებართვებს. და თქვენი ძმა რომ არის მინისტრი და მისი ძმა რომ ჰესებს აშენებს ამ ნაწილში პრობლემას ვერ ხედავთ? ბატონებია. დიახ. მე როგორც ენერგეტიკის სექტორში გაზრდილი და ნამუშევარი ადამიანი გეუბნებს რომ ცოტა სხვა რაღაცა არის ენერგეტიკულად უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ეს დოკუმენტი. ინტერესთა შეუთავსებლობის ან კორუფციის ნიშნებს ან სხვა პრობლემას ვერ ხედავთ თქვენ? მოდი გელა ბატონო, ერთმანეთთან მოგონი მაგდენი ურთიერთობა პატივისცემა და ერთმანეთს მაგდონეზე მაინც ვიცნობთ რომ რაღაცები ჩარჩოებში ჩავსვათ. გეხოცებ ჩემს სახელს, ჩემი ოჯახის სახელს და კორუფციას ერთად მომიხსნებ, იმიტომ რომ ეგეთ რაღაცებზე ფოთლავს ხოლმე და ცუდი რეაგირებები მაქვს. იოსებ სონგულაშვილს ალერგიული რეაქცია არ აღმოაჩნდა ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ 1000 გზის გამეორებულ ტექსტებზე ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის შესახებ და ვრცელი ლექცია დაასრულა დასკვნით, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი თუ გვინდა, როგორმე ენერგოდამოუკიდებლები უნდა გავხდეთ. ჰესების ციებ-ცხელების ამოხსნა ჩვენც ამ საკითხით დავიწყეთ. პირველი, ემსახურება თუ არა ჰესების ბუმი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას.